სამყაროში სამეგობრებო, თქვენ მოხდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. მე ვარ ეზოთერიკოსი მარია ფაილაძე და დღეს მინდა რომ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და საჯარო გაშლა შემოგთავაზოთ. არ ვიცი რამდენად იცით, მაგრამ დედამიწა შესულია საკმაოდ ნეგატიურ ენერგოინფორმაციულ ველში. და შესაბამისად ეს პერიოდი საკმაოდ გააქტიურებულია, მძაფრად გაღიზიანება, ცუდი ხასიათი, ათასი პრობლემები, საიდუმლოს გამჟღავნებები და სხვადასხვა ტიპის პრობლემური საკითხები, რომელიც ხშირად მაინც და მაინც, რა თქმა უნდა, არავის არ სიამოვნებს და არც არავის აწყობს ხოლმე. ძალიან ბევრი მეგობრობა სრულდება, ურთიერთობები მათ შორის, ყველა რაღაცა გაღიზიანებულ ტონალობაში, მათ შორის შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ სამსახურეობრივი კონფლიქტები, ან კოლეგებთან პრობლემები, ხო, კონფლიქტის ნაწილში. შესაბამისად, მინდა რომ ცოტა შეგიმსუბუქოთ ეს დაძაბული მდგომარეობა, დაძაბული ხასიათი, გაღიზიანება და მინდა რომ ცოტა დადებითი კუთხით შევიხედოთ, იმიტომ რომ მისმის ყოველი თქვენთაგანი საკმაოდ მძაფრად იგრძნობა ეს სოციუმში ასეთი განწყობა და მოდი ვნახოთ დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში რა სიხარული მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში რა სიხარული მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. მინდა რომ ასეთი ტიპის გაშლა გავაკეთო, რადგანაც მინდა რომ კონცენტრირებული იყოთ ბედნიერ წერტილებზეც, რომ აი არ მოახერხოს ამ ნეგატიურმა ფონმა ასეთი მძაფრი ზეგავლენა და აი მინიმუმ თუ გამოსწორება არა შეამსუბუქოს მაინც ამ სიხარულებმა და ამ სიხარულის ინფორმაციამ რაიმე თქვენს ცხოვრებაში. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება, დაკომენტარება აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან YouTube-ის ალგორითმი ამ ფორმით მუშაობს, რომ აკეთებს მხოლოდ ისეთი ტიპის ვიდეოების რეკომენდაციას, რომელსაც აქვს ბევრი ლაიქები და ბევრი კომენტარები. ამიტომ ძალიან დამეხმარებით თუ ამ მხრივ იაქტიურებთ, თუ კი მოგწონთ ჩემი გაშლები, ჩემი გაშხერებული ინფორმაცია და რეზონანსული ხართ ჩემთან, მოხარული ვიქნები, თუ კი ამას გააკეთებთ, როგორც ჩემთვის, ისევე თქვენთვის, რომ მე მქონდეს мотивация გაშლები გავაგრძელო თქვენთვის. ამასთანავე, როგორც ისიც ჩაშვებული მაქვს კურსის მეორე ნაკადი, ალქიმიური ტრანსფორმაცია, ანუ კაბალისტური გზის, კაბალისტური ხის მოგზაურობა და სულ რაღაც რამდენიმე დღე დარჩა იქამდე, სანამ სრულად დავხურავ ამ კურსზე მიღებას. 15 რიცხვში უკვე ჩაიხურება ადგილები, ანუ ვეღარ შეძლებთ ამ ნაკადში მონაწილეობის მიღებას და შემდეგი ნაკადი დიდხანს არ მექნება კიდევ, ამიტომ მეგირჩევთ რომ მოასწროთ, იმიტომ რომ თქვენ აქ გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ საკუთარი ცხოვრების შემოქმედი და აი ამ გავლენებმა ადამიანების მხრიდან, რომელიც შეიძლება არსებობდეს თქვენს ცხოვრებაში და თქვენს რეალობაში, მოგაპოვებინოთ საკუთარ თავზე ძალაუფლება, პასუხისმგებლობა და შეძლოთ საკუთარი ცხოვრების ისე წარმართვა, როგორც თავად მოგესურვებათ და გექნებათ ამისი ინიციატივა ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. იქნება ეს პირადი ურთიერთობა, თქვენი კარიერა, თუ თქვენი სხვადასხვა მიზნები და მათი რეალიზაციის საშუალებები მათ შორის და გაგიკვირდებათ და მათ შორის თქვენი ჯანმრთელობის საკითხებიც კი. ამიტომ თუ გსურთ ამ კურსზე მონაწილეობის მიღება და გაინტერესებთ დეტალები, დამიკავშირდით მითითებულ აკაუნტებზე, რომელიც მაქვს აღწერაში. შეგიძლიათ მომწემლოთ როგორც Instagram-ზე, Facebook-ზე, WhatsApp-სა და Viber-ზე, ასევე მაქვს TikTok აკაუნტიც. ჩვენ კი მოდი დავიწყოთ გაშლა. რა გაგიხარდებათ სულ მალე. ერთი-ორ სიტყვას გეტყვით პირად კონსულტაციასთან დაკავშირებითაც მომმართავთ იგივე აკაუნტებზე, Instagram-ზე, Facebook-სა და WhatsApp-ის მეშვეობით. ვნახოთ რა გაგახარებთ სულ მალე ამ ერთი კვირის განმავლობაში. ერთი კვირის ჭრილი აიღეთ ამ დროში. რა გაგახარებთ სულ მალე დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში. პირველი ვარიანტი.
მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. იმედი მაქვს ვარიანტები ჩანს გასაგებად, ესე ხوار შემოგიტრიალოთ, გირჩევნიათ. აი ესე. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. აირჩიეთ ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი. მე ნელ-ნელა დავიწყებ ვარიანტების ახსნას. იმედი მაქვს ყველაფერი აირჩიეთ. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რა გაგახარებთ დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში? არკანი ხმლების პაჟი. თქვენს ცხოვრებაში ამ ერთი კვირის მანძილზე გაგახარებთ რაღაც ძალიან საინტერესო ინფორმაციისა და ცოდნის მიღება და მათ შორის ისეთი ადამიანის ჩამოშორება თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც ჩემი აზრით უკვე დიდხანსაც უნდა მოგეკვეთათ თქვენი ცხოვრებიდან. თქვენ შეძლებთ მოიპოვოთ ძალაუფლება თქვენს რეალობაზე და საბოლოოდ შეძლოთ საკუთარი საზღვრების დაცვა. ამავდროულად გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეინარჩუნოთ წონასწორობა ყველაზე ქაოტურ მომენტშიც კი და ეს იქნება თქვენი სიხარული ამ ერთი კვირის მანძილზე. მინდა რომ კიდე ჩავეციო, რა გაგახარებთ დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, რა სიხარული მოიჩქარეს თქვენკენ. ვიღაცები აქ ძალიან კარგად მიიღებს სიამოვნებას საკუთარ თავთან ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. ეს იქნება სასიამოვნო ყავის დალევა, ჩაის მირთმევა, კაფეში დაჯდომა, ან შეიძლება სახლში მყუდროდ ან თუნდაც სადმე გასვლით საკუთარ თავთან დროის გატარება. ამავდროულად ვიღაცები აქ ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ პარტნიორთან. ეს შეიძლება არ იყოს პირობითად არსებული ურთიერთობა და თუნდაც ერთჯერადი ურთიერთობა იყოს, ან რომელსაც შეიძლება ქონდეს განვითარების პოტენციალი, ან არც ეგ არ არის პრობლემა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს თქვენთვის იქნება სასიხარულო ინტიმური კავშირი, რომელიც თქვენს ფემინურობას ამაღლებს საკმაოდ დიდი დოზით, გააღვიძებს თქვენში სასიამოვნო ემოციებს, მოგაპოვებინებთ ძალიან დიდ თავდაჯერებულობას, იგრძნობთ, რომ ქალი ხართ, იგრძნობთ, რომ ლამაზი ხართ და ჯერ კიდევ შესამჩნევი ხართ ადამიანებისთვის. შესაბამისად, ეს იქნება თქვენთვის საკმაოდ სასიამოვნო აღსაქმელი, რომ თქვენ იგრძნობთ თქვენი თავის ფემინურ სიმდიდრეს, ასე რომ ვთქვათ, ხო, თქვენ გექნებათ თქვენი თავით ტკბობის საშუალება. შეიძლება ეს პერიოდი ისვენებდეთ და skin care-ზე იყოთ ორიენტირებული, ან უბრალოდ დასვენებაზე, ვიღაცები აუზზე მიდიოდეთ ამ პერიოდში, ხო? რაღაცა სასიამოვნო ხელშესახების საშუალებები გექნებათ ემოციურ ნაწილში და კარგი იქნება სხვადასხვა ამ დროს დასვენებას თუ დაუთმობთ, მშვენიერი იქნება თქვენი თავის გალამაზებას, გაბრჭყვიალებას და ასე შემდეგ. ეს ძალიან დიდ ენერგიას შემოიტანს თქვენს რეალობაში ამ ერთი კვირის მანძილზე. წარმატებებს ვისურვებთ პირველი ვარიანტი. გამიკომენტარით რამდენად რეზონირდება შემდგომ ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდით ამ ვიდეოს და მითხარით თქვენს რეალობაში ეს როგორ განვითარდება. მე კი გადავალ მეორე ვარიანტზე. რა სიხარული მოიჩქარის ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში? არკანი ეშმაკი. რა სიხარული მოიჩქარის თქვენკენ? ეს შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი საკითხი თქვენს რეალობაში, რომელიც მოგცემთ იმის შეგრძნებას, რომ რაღაცას აფუჭებთ, მაგრამ სიამოვნებას განიჭებთ ის. ან შეიძლება გააკეთოთ რაღაცა ისეთი ტაბუირებული ქმედება, ან შეიძლება რაღაცა მიქაროთ, მაგრამ ეს იყოს თქვენთვის ძალიან სასიამოვნო. ამავდროულად ისეთ რაღაცას დაუთმოთ, რაზეც შეიძლება თქვენ მიჯაჭვული ხართ და ვერ ეშვებით, თუმცა ამან სიამოვნება მოგანიჭოთ. თუმცა აქ ცოტა სტოკჰოლმის სინდრომის ენერგიებიც მომდის. ვიღაცების გასაგონად მეორე ვარიანტი.
ხო, ამიტომ ცოტა ყურადღება მიაქციეთ ამას, ხო? რა განიჭებს სიამოვნებას. ნახეთ როგორი რაღაცა არის, ხა მე არ მინდა ჭკუის გარიგებასავით გამომდიოდეს, მაგრამ გადაამოწმეთ თქვენს ფსიქიკაში და შეგრძნებებში, როდესაც ამბობთ სიტყვა უსაფრთხოებას, სხეულში რა შეგრძნებები მოგდით. თუ ეს შეგრძნება არის ტკივილი, განცდები, იმედგაცრუება, სევდა, ტოქსიკური კავშირები, აი ესეთი შეგრძნება თუ მოდის სხეულში, შეიძლება მოჭიმულობა იყოს, შფოთვა იყოს, სიტყვა უსაფრთხოების გაგებაზე, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ფსიქიკაში დარღვეულია სიტყვა უსაფრთხოების აღქმა და როდესაც თქვენ შეიძლება ითხოვთ სამყაროსგან, რომ მე მინდა მივიღო უსაფრთხოება, მოდის ყველა ისეთი საკითხი, რომელიც ამას გაგრძნობინებთ, შფოთვას, იმედგაცრუებას, მოჭიმულობას, დაძაბულობას და ასე შემდეგ. მაგრამ თუ კი მოდის სიტყვა უსაფრთხოებაზე სიმშვიდე, რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი რიქსია, მაგრამ ეჭვი მეპარება მეორე ვარიანტს. ასეთი შეგრძნებები მოგივიდეთ აი ამ უსაფრთხოების განცდაზე. თუ რა თქმა უნდა, ხა ეს ინდივიდუალური ისიც არსებობს, ხა მარტო საჯარო გაშლით ამას ვერ ვიტყვით, რადგან ეს უფრო სხვა მიმართულებით წაყვანილი გაშლა, მაგრამ მაინც ჩაიძიეთ ამ კუთხით საკუთარ თავს. ნახოთ, დავკონკრეტდეთ. რა სიხარული მოიჩქარის ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენკენ. სხვადასხვა ვიღაცისთვის აქ შეიძლება დიდი ფულიც იყოს, რაღაცა ისეთი, ან თქვენში დიდად რაც ასოცირდება ასეთი ტიპის ფული. აბა ვნახოთ, ან შავი საქმიდან წამოსული ფული, ვინმე შავ საქმეებში ხართ გახვეული. შეიძლება ესეთი საქმე გამოვიდეს. იმედი მაქვს არ ხართ ასეთები აქ, მაგრამ მაინც. კარგი, ნახოთ. რა სიხარული მოიჩქარის თქვენკენ მეორე ვარიანტი დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში. აქ მიყურებს ან ძალიან ცნობილი სახე, ან პოლიტიკური ფიგურა. მაპატიეთ თუ გაგფაქტეთ, მაგრამ გაგფაქტეთ რა, ეხლა მე წარმოგდგენა არა მაქვს აქ რა თქმა უნდა ვინ მიყურებთ, მაგრამ ენერგეტიკულად მე ამ პროფესიის ადამიანის ენერგია მომდის. ადამიანი, რომელსაც აქვს გავლენა მსოფლიო მასშტაბით, ან შეიძლება ქვეყნის მასშტაბით, ან კონკრეტულ სტრუქტურაში რაღაცას წარმოადგენთ, ხო? ყოველ შემთხვევაში თქვენ სიტყვას აქ აშკარად აქვს ფასი და წონა. თქვენ გაგიხარდებათ აქ შეიძლება ვიღაცები ფინანსებს ათამაშებდეთ, ხო? ესეთი მიმართულება არსებობს პროფესიებში, თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას, ტრეიდინგი. შეიძლება აქ თქვენ ძალიან გაგიმართლოთ ტრეიდინგში, იმიტომ რომ ასტროლოგიური თანწყობა წარიმართოს თქვენთვის ისე, რომ ტრეიდინგში კარგი ფული გააკეთოთ. კარგად შეიძინოთ აქციები თქვენთვის მომგებიანად, ამავდროულად თქვენი გავლენა გააფართოვოთ და ეს ყველაფერი არ ხდება ერთჯერადად, იმიტომ რომ მე აქ ვხედავ, რომ თქვენ სტაბილურად ხდებით მზარდი შემოსავლების პატრონი, ან მზარდი გავლენის პატრონი ამ კონკრეტული საქმის გამოსვლისთანავე. ოღონდ ეს არ არის ერთჯერადი, მე კიდევ გეუბნებით, ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება. მე მაინტერესებს რას ეხება ეს უფრო მეტად, ანუ ფინანსებს ეხება, კარიერას, პირად ცხოვრებას თუ რას, თუმცა მე მაინც მივდივარ უფრო ფინანსებისკენ და კარიერისკენ, მაგრამ მაინც შევამოწმოთ, რა სფეროს ეხება ეს უშუალოდ. ჩამოკიდებული კაცი, რა თქმა უნდა, ეს შეეხება ადამიანებს და შეეხება საკუთარ თავში გაფართოებულ გზებს, მათ შორის კი ბატონო ქალი და მაგი. აქ შეიძლება მიყურებდეთ პრაქტიკოსებიც, ოკულტისტები, მათ შორის, ხო?
აქ ფართოვდება თქვენი ცოდნაც, რაღაც ახალ ინფორმაციულ ნაკადებს მიიღებთ ჩემო ძვირფასებო, რომელიც თქვენს მაგიურ პრაქტიკაში ძალიან საინტერესო იქნება, თუმცა ამისთვის თქვენი ბნელი მხარის გაღვიძება დაგჭირდებათ. ბნელი მხარის გაღვიძებაში მაინც და მაინც არ გულისხმობ იმას, რომ თქვენ ვიღაცას რაღაცა უნდა დაუშავოთ, ან მაინც და მაინც ჯადოები აკეთოთ, ხო? ეხლა ბნელი მხარე ესეთი სულიც არ არის, მეგობრებო, ბნელ მხარეს პირიქით უნდა ვიმეგობროთ კიდევაც, რაც არ უნდა რთული იყოს ეს და მიმღებელი ვიყოთ ეს ჩვენ თავთან ამ მდგომარეობის. თქვენ მოგიწევთ თქვენს თავში შეცვალოთ წარმოდგენა პირველ რიგში ამ ბნელი მხარის მიმართ. შეიძლება აქამდე ფიქრობდით, რომ ეს ბნელი მხარე არის სუდი, მე თუ ამას ვიზავ, ცუდი ადამიანი ვიქნები ისეთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მაგრამ თქვენ რეალურად წარმატებაში ზუსტად ეს წარმოდგენები გიშლით ხელს. ამიტომ გექნებათ ამ შინაგანი ტრანსფორმაციის მომენტი, რომ თქვენ დაეუფლებით საკუთარ თავს ამ ფორმითაც და შემდეგ უკვე თქვენი საქმეები ჩათვალეთ ისე დაიწყება, როგორც მდინარე მიედინება კლდის მორევში, ხო? შესაბამისად, გამოუშვით. დაბმული დემონები აშვებულზე უარესია ხანდახან, ამიტომ გამოფხიზლდით. წარმატებებს გისურვებთ. მეორე ვარიანტი პრინციპში, რა ვიცი, ჩემი აზრით ფანტასტიკური გაშლა და სასიხარულო ამბავი ნამდვილად არის, რომ თქვენ თქვენს თავს აღარ გამოკეტავთ და ისწავლეთ პირიქით მასთან ურთიერთობას და მის სწორი მიმართულებით გამოყენებას. მშვენიერია. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. რა ვიცი, თუ თქვენთვის პრობლემა არ იქნება, დამიკომენტარეთ მეორე ვარიანტი, როგორ რეზონირებს ეს გაშლა თქვენთვის, რამდენად მოგეწონათ, ასე შემდეგ. შეგიძლიათ პირადშიც გამომეხმაუროთ, თუ არ გინდათ მაინც და მაინც ესე რო თქვა საჭიროა გამოჩნდეთ, მაგრამ თუ აქ პრობლემა არ არის, safe space-ია, როგორც ასეთი ჩემი აზრით, ჩემი სივრცე. კარგი. მოდი გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი, ნახოთ, რა სიხარული მოიჩქარეს თქვენკენ დღეიდან 1 კვირის განმავლობაში. არკანის ზომიერება. პირველ რიგში გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ გექნებათ შესვენების საშუალება. რაც არ უნდა ესეთი ბაი და ვუი პერიოდი იყოს, შესვენების და დამშვიდების საშუალება მოგეცემათ, რომ ენერგიები აღიდგინოთ. ასევე გექნებათ ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ფრთაშისხმული ანგელოზი ჩანდეს, მაგრამ ეს დროებით. მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციაში, თუმცა თქვენს ადგილას ესე მარტივად არ დავიჯერებდი ამას. თუმცა ეს იქნება საკმაოდ დიდი შესვენება, მე ვიტყოდი ენერგიის აღსადგენად თქვენთვის. ნახოთ. მე მაინტერესებს კიდევ დავკონკრეტდეთ. რა სიხარული მოიჩქარეს თქვენკენ დღეიდან 1 კვირის განმავლობაში. აქ მინდა ვთქვა, რომ აქ თქვენი ფემინური და მასკულინური ენერგია ძალიან ბრძოლაშია მაინც ერთმანეთთან, მაგრამ ამ 1 კვირის მანძილზე წესით ჰარმონიაში ყოფნა უნდა მოახერხოთ. დღეიდან 1 კვირის განმავლობაში რა სიხარული მოიჩქარეს თქვენკენ. აქ ასევე არის კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება. ვიღაცები შეიძლება არ გრძნობდით თავს კარგად, რა ვიცი, შეიძლება უბრალოდ გაცილებული იყავით, ან რაღაც სუსტად იყავით, ან რაიმე გაწუხებდათ და ეხლა ხანს გადაჭერით ეს პრობლემა ამ 1 კვირაში, ხო, რაღაცა ამის ენერგიასაც მაჩვენებს, რომ თავისუფლდებით იმისგან, რაც თქვენ გაზიანებდათ. ხა შეიძლება ყველაფრისგან არა, მაგრამ იმისგან, რაც ბოლო პერიოდში იყო აქტუალური და დიდხანს დაღვინებული თქვენს სხეულში. იმიტომ რომ აშკარად აქ სხეულებრივ დონეზე მოახდინა ამ პრობლემამ თქვენი შეჩერება. ამავდროულად ვიღაცები აქ გააცნობიერებთ, როგორ რაღაცას იცით უფრო კარგად. ისეთ რაღაცას, რომ რაღაცეები თქვენს რეალობაში იყო შესაძლებელი,
ის რაც ენერგიას გაცლიდათ, აღარ განიჭებდათ სიამოვნებას, თითქოს ამისგან ნელ-ნელა იწყებთ განთავისუფლებას და მიხვდით, რომ ეს ამ მდგომარეობაში თქვენი გადასაწყვეტია რომ ხართ, ანუ რომ გამოხვიდეთ, ესეც თქვენი გადასაწყვეტია. აი როგორი განცდა რჩება, იცით? რაღაცას რო აკეთებ დიდი ხნის განმავლობაში, რაღაც ეტაპზე ძალიან მოგწონს, ამ მდგომარეობაში მიაღწევ რაღაცა უკვე იმას, რაც სადაც უკვე აღარ არის ეს სიამოვნების და კმაყოფილების შეგრძნება და მერე უკვე რომ მიიღებ ესეთ გადაწყვეტილებას, რომ აი მორჩა, აღარ მინდა ეს და ითბაშად ჩაიხსნათ თქვენი თავი აი ამ გაჩერებული მდგომარეობიდან. ეს იყო ნამდვილად და არის დაკავშირებული საკმაოდ ესეთ მდიდარ გამოწვევებთან, თუმცა ფაქტია ეს შვებას გაძლევთ, იმიტომ რომ არ განის სულელი და არ განის ზომიერება მიზის მთავარ გარდებად, ხო? შესაბამისად, უკან უნდა იხათ ჩემი ძვირფასებო ყოველთვის, რა თქმა უნდა, რაც იმას აღარ გაძლევთ, რასაც ქვია კმაყოფილება იმით, რასაც აკეთებთ და თუ თქვენ შეგიძლიათ ამისგან განთავისუფლება და ასე შემდეგ, უნდა გააკეთოთ ეს აუცილებლად. ძალიან კარგია და თქვენ კვირის ბოლოს ამას ნამდვილად მიაღწევთ. წარმატებებს გისურვებთ ჩემი ძვირფასებო, არ დაგავიწყდეთ დამიკომენტაროთ რამდენად შეზონირებს ეს ვარიანტი თქვენთვის. და ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი, რაც პირველ რიგში თუ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ, ეს ახლა უნდა გააკეთოთ. დიდ მადლობას გეტყვით იმისათვის, რომ მიიღეთ გაშლაში მონაწილეობა. თქვენი აზრი და თქვენი ჩართულობა აქ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მე კი დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. აბა დროებით.